ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შაბათი დღეა, შესაბამისად პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას სამედიცინო გადაცემა იმედის კლინიკას უსმენთ, რომელსაც სერგო კობალავა უძღვები. ჩვენ საკმაოდ ალბათ ფიქრობ საინტერესო საუბარს შემოგთავაზებთ, თუ რა იქნება თემა, ვინ იქნება ჩვენი სტუმარი, ამას რამდენიმე წუთში აუცილებლად შეიტყობ. შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ დარეკოს სტუდიაში და ჩვენ სტუმარს კითხვები პირდაპირ ეთერში დაუსვათ 292 11 88 99. ამასთან ერთად შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდის საშუალებით მისამართზე იმედის კლინიკა რადიო იმედი კითხვები, რომლებიც თემის ანონსის შემდგომ დაიდო და დღევანდელ საკითხს შეეხება, აუცილებლად გაჟღერდება გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ კი რამდენიმე წუთში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ მეგობრებო, დღეს ასეთი თემა შევარჩიეთ, ტატუს დადება კანზე, პირსინგის გაკეთება, რამდენად მიზანშეწონილია ყოველივე სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, დერმატოლოგიური თვალსაზრისით, რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ყოველივე კანს, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, როგორ უნდა მოვამზადოთ კანი თუ მაინც გადავწყვიტეთ შესაბამისი პროცედურების ჩატარება და როგორ ავიცილოთ თავიდან ის გართულებები, ის შესაძლო გართულებები, რაც შეიძლება ტატუს ან პირსინგის გაკეთებას მოჰყვეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი ქალბატონ ნინო ლომსაძე იქნება, ავერსის კლინიკის დერმატოლოგი, მას მადლობას გადავხდი მოგზაურობისთვის და მივესალმები. გამარჯობა. მოგესალმებით, ბოდიშს გიხდით ჩემი ხმის გამო, დღეს დილით უეცრად მოხდა ეს. ქალბატონო, მოდით თავდაპირველად ვთქვათ, თუ ტატუს გადადების შემთხვევაში რა მასალა გამოიყენება ამ დროს და აქვს თუ არა თვითონ აი მასალას, რასაც ამ დროს ვიყენებთ, რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ჩვენს განზე? ტატუს გამოყენებისას დატანისას გამოიყენება საღებავი ნივთიერება. იმის დამიხედვით თუ რა ტიპის საღებავი ნივთიერება, როგორც მოგეხსენებათ, ორგანიზმი ყველა ინდივიდუალურია და შესაძლებელია რაიმე ასეთ ქიმიურ ნივთიერებაზე ორგანიზმს ჰქონდეს ალერგიული რეაქცია. შესაბამისად ნებისმიერმა ინდივიდუალურობის გათვალისწინებით ნებისმიერმა საღებავმა ნივთიერებამ შესაძლებელია ბუნებრივი წარმოშობისამაც კი გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცია. ანუ ტატუს გაკეთების შემთხვევაში, რაც არ უნდა დეზინფექტანტების გამოყენებით და ანუ ასეპტიკის წესების დაცვით მოხდეს ეს მანიპულაცია, შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. როგორც მინიმუმ ეს პრობლემა. როგორც მინიმუმ ალერგიული რეაქცია. სვირინგისთვის რა მასალით მზადდება ხოლმე? სვირინგი ეს ქართველები ვეძახით, თორე ესე ევროპულად ტატუ ეწოდება. რატომღაც მხოლოდ ჩვენ ვეძახით სვირინგს მას და ესე ტატუ ჭრილობას ნიშნავს ტატუ. ეს რობერტ კუკმა ტაიჩი მოგზაურობის შემდეგ ჩამოიტანა ეს ტერმინი და საერთოდ ეს ტატუს მცნება შემოვიდა აქედან. ველური ტომები მოეწონა მას, როდესაც ნახა ველურ ტომებს, ჰქონდათ ტანზე დატანილი ეს ტატუს ელემენტები და შესაბამისად ეს არის ჭრილობა მართლაც და ხდება გაკეთება შემდეგნაირად კეთდება პატარა ზომის ნემსით, შედის ინტრადერმალურად უმეტეს შემთხვევაში თუ უნდა მომხმარებელს მე მათ პაციენტებს ვერ დავარქმევდი, თუ უნდა რომ ტატუ იყოს ძალიან დიდხნიანი და უმეტესობა ამას ითხოვს ალბათ გარკვეულწილად. რის შედეგადაც ხდება აი ამ საღებავის გარშემო კანს აქვს ეს თვისება, იკეთებს კაფსულას, მიკროკაფსულებს და შემდეგ და არ უშვებს მას ორგანიზმის სხვა ნაწილებისაკენ, ანუ იკავებს კანში. და აი ამის შედეგად ჩდება ეს ნახატი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ტატუს. და ამის დამიხედვით მოვლად შესაბამისად ჭირდება როგორც ჭრილობას მართლაც და ანუ არასწორია ის მიდგომა, რომ არ უნდა მოხდეს დაბანა, პირიქით უნდა მოხდეს დაბანა, სანაცია
დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, ამას რა თქმა უნდა ის სპეციალისტი ურჩევს ხოლმე, ვინც ამას აკეთებს, თუ ის პროფესიონალია, რა თქმა უნდა, და შემდგომი მოვლა, როგორც ჭრილობის. როგორ მოუვაროთ ამ ჭრილობას და რა რჩევები დავიცვათ ამაზე, აუცილებლად ვრცლად ვისაუბროთ გადაცემის შედგენებით მოგვიანებით ნაწილში. პირსინგს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში რა მასალა გამოიყენება და შეიძლება თუ არა პირსინგმაც გამოიწვიოს როგორც მინიმუმ ალერგიული რეაქცია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირსინგის დროს გამოიყენება უფრო მეტალი. მეტალი, რა თქმა უნდა იქნას შერჩეული მაქსიმალურად ანტიალერგიული. ამისათვის მუშაობენ სპეციალური კომპანიები და მოგვიწოდებენ, არის ეს უფრო სალონების პრეროგატივაა და ესთეტიურ ცენტრებში ხდება აი ამ პირსინგის და ტატუს გაკეთება. რა თქმა უნდა, ამას დერმატოლოგი იშვიათად აკეთებს, ალბათ უფრო აკეთებს სხვა სპეციალისტი. და რაც არ უნდა ბუნებრივი ნედლეულისგან იქნეს და გაკეთებული პირსინგი, არის საშიშროება ალერგიული რეაქციის, რადგანაც ყველა ორგანიზმი, როგორც წინათ მოგახსენეთ, არის ინდივიდუალური და ნებისმიერ ნივთიერებაზე შეიძლება მას ალერგიული რეაქცია დაემართოს. ბატონო, გვერდზე რომ გადავდოთ მრავალი სხვა კითხვა ტატუს და პირსინგის გაკეთება არ გაკეთების შესახებ, სუფთა დერმატოლოგიური სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენად მართებულად მიგაჩნიოთ თქვენ შესაბამისი ექსპერიმენტების ჩატარება კანზე? ეცით რა, ახალგაზრდებს, ეს უფრო თინეიჯერებს მოსწონთ. ესთეტიურად ზოგჯერ ძალიან ლამაზ ტატუებსაც იკეთებენ. პატარა ზომის ტატუს კიდევ არ აუშავს, მაგრამ მე მინახავს თელი სხეული მოხატული და თავისთმიანი არეც კი მინახავს ტატუთი მოხატული და იცით, მე პირადად მინახავს პაციენტები, რომლებიც შემდგომში ამას ძალიან ნანობენ, რომ დაიზიანეს სხეულის ესეთი დიდი ფართი და მართლაც დაზიანება ხდება, იმიტომ რომ მათი მოცილება შემდეგ სხვადასხვა მეთოდებით არის საჭირო, იმიტომ რომ არავის არ უნდა ბოლოს მოზრდილ ასაკში, ან თქვათ შემდგომ ასაკში კონდეს ეს რაღაც ძალიან დიდი ზომის უცნაური ტატუები ან წარწერები, ზოგს ახლა წარწერებიც აქვთ და მე მინახავს მაგალითად სასქეს ორგანოებზეც კი ტატუ, ზოგს მოსწონს ეს რატომღაც და შემდგომ უკვე ნანობენ და აღარ უნდათ რომ კონდეს და შემდგომში უკვე ცდილობენ სხვადასხვა საშუალებებს მიმართონ მოსაცილებლად. რაც თავარია ყველაზე პირველ ყოვლისა, როგორც დერმატოლოგმა მინდა გითხრათ, რომ ტატუს გაკეთების შემდეგ ჩნდება ასეთი საშიშროება, როგორც არის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების უეცარი აფეთქება. მე მყავდა ასეთი პაციენტი გოგონა, რომელსაც ტუჩებზე ჰქონდა პერმანენტული მაკიაჟი, მე მასაც ტატუს ვეძახი, პრინციპში ტატუს მექანიზმით კეთდება. და შემდგომში ძალიან ხშირად პერმანენტული მაკიაჟი მათი წარვისით კონტური კეთდება ტუჩის გარშემო და ფერი შედის, სპეციალური საღებავი ნივთიერება. უმეტეს შემთხვევაში ძალიან მაღალი ხარისხის არის ეს ნივთიერება და ძალიან კარგად არიან უკვე დახელოვნებულები ამის გაკეთებაში ესთეტიურ ცენტრებში მომუშავე პერსონალი და ძალიან დიდხანს რჩება ეს ფერი და ეს კონტური ტუჩის, ეს ძალიან ლამაზია. ადამიანს აღარ ჭირდება ტუჩის საცხი და მისთვის ეს ძალიან კომფორტულია. ეს უფრო მეტად იხმარება იმ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის მე პირადად არ ვურჩევდი, იმიტომ რომ ხდება ტუჩის ყაეთანის, არშის დაზიანება გარკვეულწილად და უფრო მეტად იყენებენ ასაკში ქალები, რომელსაც ტუჩის არში ყაეთანი უკვე დაზიანებული აქვთ და უნდათ მისი გამოკვეთა და უფრო ესთეტიურად ლამაზად უნდათ რომ გამოიყურებოდნენ. მე მყავდა ასეთი პაციენტები, რომლებსაც აი ამ მანიპულაციის შემდეგ ჰქონდათ ჰერპესი მარტივი, აი თვეში რამოდენიმეჯერ და ეს მათთვის იმდენად არასასიამოვნო იყო, რომ როგორ გითხრათ, აი ერჩივნათ, რომ არ ქონოდათ უკვე ეს ამ მანიპულაციამ ხელი შეუწყო არსებული ვირუსული ინფექციების წინაპრად მარტივი ჰერპესი მოგეხსენებათ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩუტყვავილა გადაუტანია ბავშვობაში და ეს არის 99.9 ალბათ პროცენტი მოსახლეობის, რჩება ლატენტურ მდგომარეობაში და სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება მოხდეს მისი უეცარი აფეთქება. ერთ-ერთი ეს არის ტატუ, რომლის შედეგადაც შესაძლებელია იმ ადგილზე, სადაც ჩვენ გვაქვს ეს ტატუ, მოხდეს გამწვავება აი ამ ვირუსული ინფექციის და გაჩნდეს ეს ვეზიკულების სითხით სავსე, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოა, იწვევს წვას, ქავილს,
ასეთ დაჭიმულობის შეგრძნებას და პაციენტს უხდება მკურნალობა პერმანენტულად. და ეს მოგეხსენოთ პერმანენტულმა კი არის ალბათ პერმანენტული მკურნალობა, ну, რა თქმა უნდა, აქ ვეღარ ვიტყვით რომელი ჯობია ხო მართალია. რა თქმა უნდა ეს ყველა შემთხვევაში არ ხდება და არც თუ ისე ხშირად ხდება, მაგრამ ხდება. ну ალბათ ვერ გავამართლებთ იმ ცნობილ ფრაზას რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს აქ ძალიან დიდ შემთხვევაში ალბათ ეს ძალიან დიდი მსხვერპლია. კავტონინო, ანუ ძირითადი პრობლემები რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის მხრივ ტატუს და პირსინგის შემთხვევაში. პირველი ეს არის ალერგიული რეაქცია. ნებისმიერ ადამიანში მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად შეიძლება იყოს დაცული უშუალოდ პროცედურა. რა თქმა უნდა. მეორე ეს არის ინფექციები. ბაქტერიული ინფექცია. კიდევ რა პრობლემები შეიძლება დერმატოლოგიურად ყველაზე არასასიამოვნო პრობლემა, ну ამ ზემოთ ჩამოთვლის ასე თუ ისე მოევლება, ყველაზე არასასიამოვნო პრობლემა ეს არის კელოიდი, ანუ გიპერტროფიული ნაწიბური, რომელიც ძალიან რთული მოსაცილებელია. ზოგჯერ პლასტიკური ქირურგიც კი არ იღებს თავზე მის მოცილებას, რადგანაც შეიძლება პლასტიკური ქირურგის ჩარევის შემდეგ, პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ეს ნაწიბური კიდევ უფრო დიდი გახდეს. ამდენად ალბათ პაციენტმა, რომელსაც, ანუ ალბათ უფრო კლიენტმა, რომელსაც მოუნდა ტატუს გაკეთება, ამის შესახებ უნდა იცოდეს და ამის შესახებ მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სრული. რათა დაიზღვიოს თავი ამ ყოველივესგან და ну თუ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ალბათ გაკეთების წინ უნდა მოხდეს მაჯის არეში დატანა ამ საღებავის და შემდგომი დაკვირვება უნდა მოხდეს. ну ეს იგივე ალერგოლოგიურ სინჯს გარკვეულწილად მიედარება და მოგვიანებითი რეაქციას ვაკვირდებით ამ შემთხვევაში. მოგეხსენებათ ალერგიული სინჯის შემთხვევაში წუთიერი ალერგიული რეაქცია და დაუყოვნებლივი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიდრე მოგვიანებითი რეაქცია, რომელიც შემდგომ დღეების და კვირის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს. მე მყავდა ასეთი პაციენტი გოგონა, რომელსაც ეგვიპტეში მოგზაურობისას გაუკეთეს ნახატი ტატუ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულად კეთდება ეპიდერმისზე. ჩამოვიდა ის და როდესაც ეს ტატუ მას გადაცილდა დაბანის შედეგად, მეორე მესამე დღეს რა თქმა უნდა, მას დარჩა ესეთი საოცრად გამოკვეთილი შეერთებული პაპულები, ანუ კანიდან ამოწეული ესეთი მუქი მკვრივი ელემენტები, დაეწყო საშინელი ქავილი, ძლიერი და მოგვიხვდა მისი მკურნალობა. და მკურნალობის შემდეგ მას ფერმკრთალად ძალიან დიდხანს მაინც გაყვა ეს ნახატი. ბოლოს რა თქმა უნდა მორჩა. მაგრამ ეს ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. ინდივიდუალური რეაქცია კონკრეტულად ამ პიროვნების ინდივიდუალური რეაქცია იყო, რა თქმა უნდა, აი ამ საღებავზე. მე მაინტერესებს, არსებობს თუ რაღაცა გარკვეული კატეგორიული უკუჩვენებები სამედიცინო, მათ შორის დერმატოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ პიროვნებას ვურჩევთ, რომ არავითარ შემთხვევაში არც ტატუ, არც პირსინგი მან არ უნდა გამოიყენოს. არსებობს და ეს არის აუტოიმუნური დაავადებები პირველ რიგში. ანუ აგრეთვე ვიტილიკო ფსორიაზი, ну ვიტილიკო შედის აუტოიმუნურ დაავადებებში, ფსორიაზი მაინც რჩება გარკვეულწილად დაუდგენელი ეტიოლოგიის დაავადებად. ყოველგვარი ეგზემატოზური კანის დაზიანებები, ატოპიური დერმატიტი. ну ატოპიური დერმატიტი ახ ბავშვობაში ეს არის პირდაპირ ჩვენ უკუჩვენება ტატუსის შემდგომ მოზრდილ ასაკში. არსებობს აგრეთვე კოლაგენოზები და შემაერთებელ ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიები, რომელთა დროსაც აგრეთვე აკრძალულია ტატუს გაკეთება. დიდი მადლობა. მე მანიშნებია ჩვენ პატარა პაუზა უნდა გავაკეთოთ გადაცემაში სარეკლამო ჭრილის დროა. ყველა შევახსენებთ, დღეს ვაუბრობთ ტატუსა და სვირინგზე და ამ პროცედურის ნეგატიურ ზეგავლენაზე დერმატოლოგიური თვალსაზრისით ავერსის კლინიკის დერმატოლოგი კავტონინო ლომსაძე ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში განვიხილავთ კითხვებს, რომლებიც მოსული იყო Facebook-ის საშუალებით და რა თქმა უნდა განვაგრძობთ ძირითად სასაუბრო თემას. არ გემშვიდობებით. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად.
მაშ მეგობრებო, გრძელდება ჩვენი გადაცემა ტატუს და სვირინგის და პირსინგის ნეგატიური ზეგავლენა კანზე. ეს არის ჩვენი თემა. ქალბატონ ნინო ლომსაძეა ჩვენი სტუმარი. ქალბატონ ნინო, მოდით იმ შეკითხვებსაც გავცეთ პასუხი, რომლებიც მოსული იყო Facebook-ის საშუალებით. თუ შეიძლება ტატუს მოცილება რაიმე ისეთი მეთოდით, რომ კანზე კვალი არ დარჩეს. ოდნავ განვარცოთ მაშინ ეს საკითხი, ხომ? მოცილების პრობლემა, როგორც აღნიშნეთ, ძალიან ხშირად შემდგომში წლების მერე ადამიანი ნანობს ამ ნაბიჯის გადადგმას. ნუ პირსინგის მოცილება ალბათ ნაკლებად საპრობლემო იქნება. აი, რაც შეეხება ტატუს მოცილება, რა მეთოდები არსებობს? შეიძლება თუ არა ამ მეთოდებით ეფექტს მივაღწიოთ და აღრმავებს თუ არა ეს პრობლემებს კანის მხრიდან? ყველაზე უფრო რამოდენიმე მეთოდია მე და მოგახსენოთ ამის შესახებ. პირველი ყველაზე უფრო მიღებული და ძალიან უფრო ესეთი უმტკივნეულო და ცივილური მეთოდი ეს არის ლაზერით მოცილება. გამოიყენება IPL ტექნოლოგია, ანუ ინტენსიური პულსირებადი დასხივების თერაპია, ასე ეწოდება მას და საკმაოდ ძვირად ღირებულია ეს ლაზერი თვითონ, ლაზერის აპარატი და ხდება ამ დროს ესეთი მცირედი იმპულსებით ტატუს დასხივება ლაზერული სხივის საშუალებით, რაც უფრო მუქია ტატუ. რა თქმა უნდა, უფრო მაღალი სიხშირის სხივით ხდება მისი გაკეთება და რაც უფრო ღრმად მდებარეობს. ამ დროს ამის მეთოდის არსი რაში მდგომარეობს, ესე იგი ტატუ ხურდება და ფრაგმენტირდება, ანუ მარტივ ნაწილაკებად იშლება. და შემდგომში ხდება ესეთი მარტივი ნაწილაკების კანიდან გაქრობა ამ ლაზერის სხივის საშუალებით. ეს მანიპულაცია, ეს პროცედურა უფრო სწორად ტარდება თვეში ერთხელ მხოლოდ და მხოლოდ და მაქსიმუმ შესაძლებელია 3 პროცედურა, ანუ მიზანშეწონილია. 3 პროცედურის შედეგად ეს არის მაქსიმალური ეფექტი, რაც მიიღწევა აი ამ IPL ტექნოლოგიის საშუალებით. ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური. ამ დროს ტატუ შორდება ფაქტიურად. უმეტესწილად თუ ის ძალიან ღრმად და სუბდერმალურად, ინტრადერმალურად და ძალიან ისეთი საღებავით არ არის გაკეთებული, რა თქმა უნდა ის ბოლომდე შორდება. შეიძლება დარჩეს ესეთი მკრთალი ფერი უბრალოდ. არის აგრეთვე მეთოდი უფრო ნაკლები ღირებულების არის ესეთი სპეციალური ქვიშით გახეხვა ხდება და ეს უფრო ზედაპირულად მდებარე ტატუების შემთხვევაში გამოიყენება და არის მესამე მეთოდი, ეს არის ქირურგიული, ამას უფრო პლასტიკური ქირურგები აკეთებენ. როდესაც ტატუ მდებარეობს ძალიან ღრმად და ვერაფრით ვერ მოხერხდება, თქვათ, ლაზერული ტექნოლოგიით ამის გაკეთება, ხდება ქირურგიულად მისი ამოკვეთა. მე მყავდა ასეთი გოგონა, ძალიან ლამაზი მოდელი, რომელსაც ჰქონდა პრობლემა, ვერაფრით ვერ გამოდიოდა, ასე ვთქვათ, საცურაო კოსტიუმით და იძულებული გახდნენ მისთვის გაეკეთებინათ ეს ოპერაცია, იმიტომ რომ ლაზერული ტექნოლოგიებით ვერ მოხერხდა ამ ტატუს მოცილება და მას ეს ძალიან უშლიდა კარიერაში. აი ეს არის ის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია ტატუს მოცილება უმეტესად. მადლობთ, მე მანიშნებენ რადიო მსმენელი ყავს და მოდით მოვისმინოთ კითხვა, გამარჯობა. მოგესალმებით. გისმენთ. ჩემი ახლობელს ჰქონდა ტატუ, ძალიან ღრმად, ეს დიდი ხნის წინ 30-40 წლის წინ მიახლოებით გაკეთებული და ამის მოშორება უნდოდა. ლენინგრადში წავიდა და სხივური და დასხივებით ეს მოიშორა, მაგრამ ძალიან ღრმად იყო და დიდი პროცედურა განვითარდა. ამის შემდეგ ჩემ ახლობელს არ ვიცი, შეიძლება აი მე ვწდები თუ სხვების აზრი გამოითქვა, რომ სისხლის გაცეცხლება მიიღო, იმიტომ დიდი ოდენობით ჰქონდა აი სხივური თერაპიით ეს მოშორებული. ეს ერთი. მეორე, ბუნებამ ისე შექმნა ადამიანის სხეული ისეთი სილამაზეა ეს, რატო იმახინჯებენ ესე იგი სხეულს. ადამიანი წარმოიდგინეთ თქვენ ტანსაცმელს რომ იღებდით ძალიან რომ მოგწონს რომ გიყვარს რომ მოიხდინო რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ისრაფია მოგბეზდება და მეღროს კეთულობა ახალს კეთულობა ხო შეიძლება სამკაბულები ტანსაცმლით ესე იგი შენი პიროვნული ის დაიკმაყოფილო და გაილამაზო თავი და ახალგაზრდები ძალიან სობრები არიან რომ აკეთებენ ამას და საერთოდ უნდა იყოს ეს აკრძალული. დიდი მადლობა უკაცრავად. მოდით აკრძალვაზე ნოვისაუბრებთ, იმიტომ რომ პიროვნებას კონკრეტულ ადამიანს ვერასოდეს ვერ აუკრძალავთ იმას, რომ საკუთარ თავზე გინდა ტატუ დაიხატოს, გინდა პირსინგი, იმიტომ რომ ეს არის მისი უფლება და ამით კანონით ვერანაირად ვერ აუკრძალავთ და ამაზე
საუბარიც ალბათ ზედმეტია. ხოლო ის რატო აკეთებს ადამიანი ეს მისი გადასაწყვეტია. აბსოლუტურად არავინ არ აძალებს გინდა თუ არა დაიხატე ტატუ ან გაიკეთე პირსინგი. რაც შეეხება სისხლის გათეთრებას, ეგრეთ წოდებულ სისხლის გათეთრებას, შეიძლება თუ არა ანალოგიური პათოლოგიების განვითარება შეუწყოს ხელი ტატუს მოცილების პროცედურებმა. ეცით რა ლაზერული დასხება არ ვიცი როდის გაიკეთა ამ ადამიანმა ეს მანიპულაცია სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნის წინ. ეხლა დახვეწილია ეს ტექნოლოგიები და არ მოიხმარება უკვე ესეთი აპარატურა, რომელმაც შეიძლება ესეთი ლეტალური და ესეთი არასასიამოვნო და არასასურველი, რა თქმა უნდა, უმძიმესი პათოლოგიები განავითაროს. მე ვერ გეტყვით რა ხდებოდა წლების წინ და ათეულობით წლის წინ მოხდა ეს როგორც სავარაუდოდ, როგორც ბატონმა ბრძანა. ხოლო რაც შეეხება სხვა შემდგომ მის საუბარს მინდა გითხრათ, რომ ტატუ საერთოდ ციხეებში იყო უფრო მეტად გავრცელებული. პირველად საქართველოში ასე შემოვიდა ეს და პატიმრები ეხატავდნენ ტანს და ეს გარკვეულწილად რაღაცის მატარებელი იყო ყოველგვარი ტატუ, რაღაც ნიშანის მატარებელი იყო, ეთყობა მათ სტატუსს აღნიშნავდა, ვერ გეტყვით. ესეც უნდა იცოდნენ ალბათ ჩვენმა ახალგაზრდებმა, როდესაც გადაწყვიტა ხოლმე ტატუს გაკეთებას. მაგრამ ვერ ავუგრძალავთ მართლაც, იმიტომ რომ ეს ყველა ადამიანის ნებაა, რა გაუკეთოს თავის სხეულს. დიდი მადლობა კითხვისთვის. შეიძლება რომ ტანზე ჭიპის მიდამოში გაკეთებულმა პირსინგმა გამოიწვიოს მუდმივი ქავილი და წვა სხეულის სხვა ნაწილებში. რა თქმა უნდა შეიძლება, რა თქმა უნდა არა ყველა შემთხვევაში. ამ დროს შესაძლებელია, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, განვითარდეს ალერგიული რეაქცია, ანუ მოხდეს სენსიბილიზაცია ორგანიზმის. ეს იგივეა, როდესაც თქვა რაიმე ქიმიური ნივთიერება მოხვედრილი თითზე, ამ ნივთიერებამ შეიძლება გამონაყარი გამოიწვიოს გენერალიზებული მთელ სხეულზე და არა იმ დღეს, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ. ესევეა პირსინგის შემთხვევაში. შესაძლებელია მოხდეს სენსიბილიზაცია, ანუ ალერგიული განწყობის მომატება ორგანიზმის და შემდგომში გამოიწვიოს უკვე ქავილის ტანის სხვა ნაწილებში. შემდეგ კითხვა სხვათა ამ კითხვაზე ასე თუ ისე გავეცით პასუხი. ბავშვობაში მქონდა ატოპიური დერმატიტი, ახლა 27 წლის ვარ. ბოლო 10 წელიწადია არანაირი პრობლემა არ მაქვს. შეიძლება თუ არა გავიკეთო ტატუ. იცით რა, რისკის შემცველია და ეს თვითონ ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ მას ავუხსენით და ეს მან უნდა გადაწყვიტოს. ვიტილიგოსთან დაკავშირებით, ვიტილიგოს დიაგნოზი აქვს დასმული ადამიანს. ვისაუბრეთ, ეს აუტოიმუნური დაავადებაა და ძალიან დიდი რისკია ტატუს გაკეთების შემთხვევაში და პირდაპირ უგრძალავ როგორც დერმატოლოგი მას ამის გაკეთებას. ბოლო კითხვა და პრინციპში ეს კითხვა გადაგვიყვანს ავტომატურად გადაცემის იმ ბოლო ნაწილისკენ, რითიც მინდა დავასრულოთ დღევანდელი გამოშვება. გამიგია ტატუს გაკეთების შემდგომ რამდენიმე დღე შესაბამისი ადგილის არც დაბანა და არც გაღიზიანება არ შეიძლება, რადგან ამას შესაძლებელია კანის პრობლემების აღმოცენება მოყვეს, მართალია თუ არა. და ზოგადად მოდით განვარცოთ ეს თემა და ნელ-ნელა დავასრულოთ გადაცემა. მოვლა კანის ტატუს და პირსინგის გაკეთების შემდგომ რაიმე რჩევები გაკეთებამდე მინდა მოგახსენოთ, უნდა მოხდეს სანაცია დაბანა პირველ რიგში. აი ამ კანი უნდა იყოს ძალიან სუფთა და მხოლოდ ძალიან სუფთა კანზე უნდა სპეციალისტმა, რომელიც აკეთებს ტატუს, უნდა დაათვალიეროს კანის საფარველი. არა მარტო იმ არეში, სადაც ხდება ტატუ, არამედ სხვა არებშიც და არ უნდა იყოს არსად რაიმე პრობლემა. კანის ნაოჭები უნდა იქნეს დათვალიერებული და იქ არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა და შემდგომში უნდა მოხდეს ხოლმე ტატუს გაკეთება. ტატუს გაკეთების წინ აგრეთვე უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული სინჯი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაჯის არეში. დატანილი იქნეს ეს საღებავი ნივთიერება და შემდგომ დაკვირვება უნდა წარმოებდეს, ხომ არ მოხდა მის გარშემო რაიმესტი ანთებადი არეულის, ანუ შეწითლების ან რაღაც გამონაყარის განვითარება და შემდგომ ხდება მხოლოდ ტატუს ან პირსინგის გაკეთება. რაც შეეხება შემდგომ მოვლას, დაბანა არ შეიძლება, ეს არასწორი თემა, რადგანაც ჭრილობის მოვლა როგორც ხდება, ისე უნდა მოხდეს ტატუს მოვლაც პირიქით. უნდა მოხდეს ყოველდღიური დაბანა ანტიბაქტერიული საპნებით და არა ჟელეთი და არა რაღაც ესეთი ნივთიერებებით, მხოლოდ ანტიბაქტერიული საშუალებებით და აგრეთვე დამუშავებაც ანტიბაქტერიული საშუალებებით. არ უნდა მოხდეს ტყავბადის ზეჟანგით დამუშავება, რადგანაც ამან შეიძლება კანის დაწვა გამოიწვიოს ამ შემთხვევაში. ამით დამუშავება თუ დაჭირდეს უკვე ნიშნავს, რომ კანი ინფიცირებულია და
ბაქტერიული ინფექცია და განვითარებული და ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს თვითმკურნალობა, უნდა მიმართოს პაციენტმა დერმატოლოგს და უნდა მოხდეს დერმატოლოგის მიერ შემდგომ დანიშნულების მიცემა და აი ამ ტატუს ან პირსინგის მოვლა. ხოლო რაც შეეხება სუბუქ მოვლას, სახლში მოვლას, არსებობს ესეთი სადეზინფექციო საშუალებები, ხსნარები, ხლორგექსიდინი, იგივე როსისეპტინი ვთქვათ, არსებობს ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის საფენების გაკეთება შეიძლება მოხდეს, როგორც ვთქვით, ანტიბაქტერიული საპნები და არ არის საჭირო მალამოები დიდად პირველ დღეებში და საერთოდაც არ არის საჭირო თუ კარგად არის ეს მანიპულაცია გაკეთებული. რამოდენიმე დღე ტატუს იფარება ქერქით, როგორც ჭრილობა და შემდგომში ხდება ქერქის თვითონ მოცილება, არ უნდა ეცადოს ადამიანი თვითონვე მოიცილოს ეს ფუფხი, ანუ ქერქი, ეს თვითონვე მოძრება, როდესაც კანი განიცდის ანუ ეპითელიზაციას, ანუ ესეთი მოშუშდება მარტივად რომ ვთქვათ. და ეს არის მეტი არავითარი განსაკუთრებული მოვლას არ საჭიროებს. და ბოლოს რჩევა ალბათ და თქვენს დამეხმარებით ჩემი მხრიდან გავაჟღერებ, რომ ნებისმიერი პროცედურის გინდა იქნება ეს ტატუ თუ პირსინგი, ბრმად არ მივიდეს პიროვნება და არ გაიკეთოს აუცილებლად თუ მას მაინც საბოლოოდ გადაწყვიტა ამ პროცედურების ჩატარება, მივიდეს დერმატოლოგთან, ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევის. შესაძლებელია მას რაღაც ესეთი უკუჩვენება აქვს, რაც რომლის დროს არ შეიძლება შესაბამისი პროცედურის ჩატარება და მან ეს უბრალოდ არ იცის და არ იქნება ის კონტროლი ალბათ იმ სალონში, რაც დაადგენს ამ პრობლემის არსებობას. ამიტომ დერმატოლოგთან მივიდნენ, გაიარონ კონსულტაცია და შემდგომ გადაწყვეტენ. სალონებში დერმატოლოგები არ ზიან, უმეტეს შემთხვევაში ესთეტიურ ცენტრებში ზიან. იქაც ხდება ტატუს გაკეთება. სალონებიც არსებობს დღესდღეობით, უკვე რეგულაციები შემოვიდა და გარკვეულწილად რეგულირდება დეზინფექციის ჩატარება საკითხები, მე ეს იმედს ვიტოვებ ამისას. პაციენტს აქვს უფლება ჯერ რა თქმა უნდა მივიდეს დერმატოლოგთან თუ რაიმე ეჭვი ეპარება, თქვათ რაიმე გამონაყარი აქვს და ასე შემდეგ, ჩაიტაროს კონსულტაცია და გაიგოს ხომ შეიძლება თუ არა მისთვის უსაფრთხოა თუ არა ტატუს გაკეთება და ამის შემდგომ მიმართოს უკვე სხვა სპეციალისტს. ხოლო მისვლისას უნდა შეამოწმოს თუ რითი აპირებენ მისთვის ტატუს გაკეთებას, ინსტრუმენტი რითი კეთდება, როგორ ხდება მისი დეზინფიცირება, ეს არის პაციენტის უფლება და ეს არანაირად არ არის ეს დარღვევა რაიმესი პირიქით და შემდგომ ჩაიტაროს ეს მანიპულაცია თუ მას ეს ძალიან უნდა. დიდი მადლობა. დღეს მეგობრებო საუბრობდით თემაზე ტატუ და პირსინგი და ამ პროცედურების ნეგატიური, შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა კანზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ავერსის კლინიკის დერმატოლოგი ქალბატონ ნინო ლომსაძე იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაცილებულია, მაინც მოვიდა სტუმრად და მადლობას გადაგიხდით ამისთვის. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გისურვებ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. კარგად. ჩვენც ამით ამოვწურო დღევანდელი გამოშვება, ერთმანეთს ორ შაბათიდან შეხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.